მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ამოცანის გარჩევას. საინტერესო ამოცანა არის, რომელსაც ChatGPT-საც ვკითხე, როგორ იხსნებოდა, რატომღაც არ გამახსენდა თავის დროზე ერთი ფორმულა, რომელსაც მარტივად იხსნება და ChatGPT-მ არასწორად ამოხსნა პასუხი აღმოჩნდა 1.99 მისი აზრით, სინამდვილეში პასუხი არის 10. და ეხლა როგორ გავაკეთებთ? მოდით ჯერ გავეცნოთ პირობას. და შემდეგ მივყვეთ ეტაპობრივად. იპოვეთ ტოლფერ და სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსის სიგრძე თუ სამკუთხედის ფუძე 16 სანტიმეტრია, სიმაღლე კი 4 სანტიმეტრი. ეხლა მოდით ნახასაც შემოგთავაზებთ და აი ასე გავაკეთოთ ეს კონკრეტული ამოცანა. ой, დრაივიდან არ უნდა შევსულიყავი. ეხლავე დავხატავ. ახალ ნახეთ ხო. აი ესე იგი, გვაქვს ჩვენ დასახაზი, ტოლფერ და სამკუთხედი, რომლის სიმაღლე არის 4 სანტიმეტრი, ფუძე არის 16 და მასზე არის შემოხაზული წრეწირი, რომლის რადიუსიც უნდა ვიპოვოთ. ხა წრეწირსაც შემოვხაზავთ ზე. დავამთხვიოთ ცოტათი ესე, ახლა მის შიგნით არ მინდა რა თქმა უნდა, თან დავინახოთ. მოდით აი ეს სამკუთხედი მოვარგოთ, ზოგადად რო ვხატავ ხოლმე ხელით, უფრო ვხატავ ვიდრე. აი ეხლა ამას გადმოვიტან და მერე უბრალოდ პროპორციები არ დაგვავიწყდეს, უნდა იყოს დაცული ესე იგი 1/16-თან. წრეწირს გავზრდი ჯობია. 1/16-თან არა. სიმაღლისა და თვითონ ამ ფუძის შეფარდება არის 4/16-თან, ანუ 1/4. აი ასეთი ნახაზი დაახლოებით. და ესე იგი ეს არის 4, ფუძე არის 16, 16-ს რომ ორზე გავყოფთ იქნება 8. და რაც შეეხება უკვე მეორე გვერდს კი გამოვთვლით, უბრალოდ ფერდებს გამოვთვლით. აქ დავაწეროთ 4. პითაგორას თეორემით შეგვიძლია ვიპოვოთ ის დანარჩენი, მოდი ასოებიც დავაწეროთ, რომ ესე გავაკეთეთ. ესე იგი, ABC სამკუთხედი. და მოდი იყოს BD სიმაღლე. ეს არის C. ანუ ძალიან ისეთი განსხვავებული და განსაკუთრებული ამოცანაც არ არის, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ზოგჯერ მემართება ხოლმე, რომ ცოტა დიდ დროს ვუთმობ ამოხსნას და აი ასეთი ამოცანების ჩაწერა მინდა ხოლმე. აი ხა შეხედეთ რა ხდება. BC რომ ვიპოვოთ, მოდი ფორმულას დავამატებ. BC რისი ტოლია? პითაგორას თეორემის მიხედვით ეს იქნება კვადრატული ფესვი 8-ის კვადრატს პლუს 4-ის კვადრატიდან, იმიტომ რომ აქ 8 და 4 არის კათეტები და ჩვენ ფესვი უნდა მოვიღოთ კათეტების კვადრატებიდან. ვიდეოში ხან ზაღლის ყეფა იცის და ხან სხვადასხვა ხმაური, მაგრამ მე იმდენად ცოტა დრო მაქვს, რომ მაინც ავტვირთავ ამ ვიდეოს. ესე იგი, ფესვი თავიდან ვერ ჩავწერ ნამდვილად იდეალურ სიჩუმეში. ფესვი 80-დან. ხა 80 არის 16/5. შესაბამისად არ დავიზარებ, ამასაც ესე დავწერო, გავიგოთ კარგად. 4 გამოვიდა ფესვიდან, იმიტომ რომ ფესვი 16-დან 4 და 4 ფესვი 5 მივიღეთ BC. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო იმისათვის, რომ რადიუსი გვეპოვა?
მოდი აი ეს რადიუსებიც რომ კარგად წარმოვიდგინოთ, აქ კიდევ ერთხელ მოვნიშნავ, ანუ შემოხაზული წრეწირის რადიუსი რომ ვიპოვოთ ჩვენ, ეს უნდა გავიაზროთ, რომ BO არის რადიუსი და რადიუსი აი აქაც არის, რა ვიცი. ხანდახან ესეც სხვაზად ხეს ძალიან დიდ შეღავათს არ მოხდებს ჩვენ, მაგრამ როცა ცოტა იქეთ მომივიდა, მაგრამ არა უშავს მოვადიეთ. მჯობია რომ ვიდეოს რაღაცა ადეკვატური დრო გქონდეს, იმედი მაქვს ხო ხმასაც ვიწერ. თავგე ვიწერ, რატომღაც ეს პროგრამა ხმას არ იწერს. ეხლა ამოვხსნათ რადიუსი ვიპოვოთ. გვაქვს ასეთი ფორმულა. სხვა შორის ეს ფორმულა რომ გამეგო, ამოცანის პირობა ვთარგმნე ინგლისურად, ჩავწერე Google-ში და სხვა მსგავსი ამოცანის ამოხსნა ვნახე და გამახსენა ეს ფორმულა, თუ ეს ფორმულა ჩვენს თოფურიას წიგნებშიც კი არის, საერთოდ არ იყო ამისი აუცილებლობა, მაგრამ აი რაღაცამ ხო უნდა გაგახსენოს ფორმულა. აი ესეთი მარტივი ფორმულა აქვს გვერდების ნამრავლი, ანუ ჩვენ შემთხვევაში AB რო გავამრავლოთ BC-ზე და რომ გავამრავლოთ AC-ზე და მოდი ეს შრიფტი გავზარდოთ, ოი ახლა მოსწავლე შემოდის და მალე უნდა დავასრულო ეს ვიდეო და უნდა გავყოთ ესე იგი ფართობზე 4-ჯერ S-ზე, 4S-ზე. ესე იგი მოკლედ ამ გვერდების ნამრავლი იქნება ჩავწეროთ ახლავე 4-ჯერ 8 და AC გვერდი არის 4-ფესვი 5. 4-ფესვი 5. ქვევით ფართობს რაც შეეხება, ფართობი მრავლდება 4-ზე და თვითონ ფართობი ჩავწეროთ ფუძისა და სიმაღლის ნამრავლის ნახევის ტოლია, ხო? ანუ 4-ჯერ 4-ჯერ 16 გაყოფილი 2-ზე ესე ჩავწერ. ესე იგი აქ ბევრი რამ იკვეცება და გამოდის პასუხი 10. მოკლედ აი ესე იხსნება, ეხლა უნდა დავასრულოთ, რომ მოსწავლე მელოდება. იმედი მაქვს, რომ საინტერესო ამოცანა იყო თქვენთვის და გამოგადგებათ. მადლობა ყურადღებისთვის.